Საავადმყოფოებისა ეთერშია პოლიტმეტრი. ჩვენ დღეს რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უმასპინძლებთ და გავაანალიზებთ გამოცდილებასაც, ქცევასაც, კომუნიკაციის უნარებსაც და მოქალაქეების ინტერესის პრიორიტეტულობასაც პროცესში, როცა ხელისუფლებებს კრიზისული სიტუაცია უდგებათ და უწევთ ქუჩის აქციების ლოკალიზება. პოლიტმეტრის ყველა სტუმარი დღეს სხვადასხვა დროს ყოფილა ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ან გაუზიარებიათ აქციების მონაწილეთა მიმართ ძალიან მძიმე მოპყრობის პასუხისმგებლობა, ან საკუთარ თავზე გამოუცდიათ ამ მძიმე მოპყრობის შედეგები, ან ორივე ერთად ყოფილან უფლება შემლახავი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და უფლება შელახული ოპოზიცია. ჩვენ დღევანდელი სტუმრები პოლიტიკური სპექტრიდან ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება, ნიკა რურუა, ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა. ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან ზვიად ძიძიგურთან ქართული ოცნებიდან საავადმყოფოების საბატონო ზვიად. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ დღეს გვინდა რომ ცოტა უფრო ფართოდ მიმოვიხილოთ ის რაც მოხდა არა მხოლოდ ერთი დღის კონტექსტში, არამედ უფრო დიდ კონტექსტში, თუმცა პირველ რიგში მაინც მინდა ვიკითხო პოლიტიკურად ბათუმის აქციამ ოცნების პოზიციები პოლიტიკური თვალსაზრისით გააძლიერა თუ არა. თქვენ ამ ღამეს უთხარით თუ არა საზოგადოებას რომ აი ჩვენ არ გავართ მათ ვინც ჩვენამდე იყო ხელისუფლებაში, იყო თუ არა ეს მთავარი ამოცანა თქვენთვის? ჩვენ პირველ რიგში რაც უთხარით საზოგადოებას უთხარით რომ ამ ქვეყანას ყავს ძალიან პასუხისმგებლიანი კონსტრუქციული ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა და მიუხედავად იმისა, რომ აქცია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლებელი იყო, რომ უფრო ადრე დაწყებულიყო ამ აქციის დაშლა, უფრო ადრე დაწყებულიყო სპეცოპერაცია, ამის მიუხედავად ოპერატიული თათბირი ჩატარდა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მინიმალური ძალის გამოყენებით ყოფილიყო დაშლილი ეს აქცია. რაც იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება და პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ძალიან კარგად შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შედეგად მივიღეთ ის ჩვენ რომ მართალია დაიწვა მანქანები, მართალია დაიმტრა რაღაც შენობის ნაწილები, ნარგავები განადგურდა, მაგრამ ადამიანის ხერხი არ ქონია და მადლობა ღმერთს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად შეიძლება თუ არა ვთქვათ, თუ კი თქვენს ლოგიკას მიუყვებით, რომ სარგებელით შესაბამისად პოლიტიკური სარგებელი ყველაზე მეტი ამ პროცესში ქონდა ხელისუფლებას. ეს არ ვიცი რამდენად არის სარგებელი, ეს არის უბრალოდ რომ ხელისუფლებამ აჩვენა თავისი ადამიანური სახე. მე ამას თუ სარგებელი შეიძლება დავარქვათ, არ ვიცი. მე გეტყვით რომ ეს უბრალოდ ჩვენი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია რომ მისთვის ადამიანი არის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა ესე. მე პრეტენზიები ძალიან ბევრი გვესმოდა რომ არ გამოიყენეს თავის დროზე და ანგრევინეს ბათუმი და ასე შემდეგ. არაფერი არ დავანგრევინე. ეს გვესმის დღესაც და ეს სულ იქნება როცა ამ დღეს ახსენებენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ თქვენ კითხვით რომ პრემიერმა მოიწვია თათბირი იქ მისცა კონკრეტული განკარგულებები, მაგრამ საზოგადოებამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. ჩვენ გავიგეთ რომ საერთოდ ხელისუფლება რამეს ფიქრობდა ყველაზე ახლოს 8 საათიანი დაგვიანებით ამბის დაწყებიდან. გასაგებია ნინო, მაგრამ აბა მეორე მხრიდან შევხედოთ ჩვენ. თუნდაც ერთი ადამიანი რო დაღუპულიყო, გამოყენებული ყოფილიყო უფრო მეტი ძალა, უფრო ადრე გამოყენებულიყო, დაღუპულიყო იქ ადამიანი, ან რაღაცა ტიპის მსგავსი ტიპის ტრაგედია მოხდარიყო, ასეთ შემთხვევაში რა რეაქცია იქნებოდა? ადრე ადეკვატური ძალის გამოყენების შესაძლებლობა რატომ არ იყო? ეს არის მინიმალური, ახლა როდესაც პიკში აქცია და როდესაც ყველაზე უფრო მეტად გამწვავებულია სიტუაცია, მაშინ გამოყენება ამ აქციის ამას ახლა ოპერატიული თანამშრომლები უფრო სწორად და ზუსტად აგიხსნიან. მე უბრალოდ გეუბნებით ზოგადად. გასაგებია თქვენი ლოგიკა, თუმცა აი აქ უფრო სხვა რაღაც ვიკითხე, ბატონო, ნახეთ, რატომ ვერ გავიგეთ ჩვენ რას რომ შრომობდა საერთოდ ხელისუფლება, რომ ფიქრობდა საერთოდ ხელისუფლება, რატომ იგრძნო საზოგადოების ნაწილმა, მე არ გამიზომია რამდენმა, მაგრამ რატომ იგრძნო ის რომ თითქოს და მათ არ ყავდათ პატრონი ამ ღამის 3 საათზე და 4 საათზე გაკეთება, დილის 5 საათზე გაკეთება რაღაც პოლიტიკური განცხადებები, ჩაითვალა რომ უფრო მეტად დაძაბავდა საქმეს და მეორე დღე მთელი დღის განმავლობაში
განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებებიც, ანგარიშიც იქნა ერთგვარად ჩაბარებული თუ რატომ განხორციელდა ასე, რატომ მოხდა, რა იყო, როგორ იყო. ამიტომ ეხა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მთელი ღამის განმავლობაში სახელისუფლებო ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ მობილიზებულები და ძალიან ეფექტურად აკეთებდნენ ყველაფერი, რაც გააკეთეს. დანარჩენი ახლა მეორე დღეს პოლიტიკური გამოხმაურებაც ჰქონდა ამ საქმეს ყველანაირად. აი, ნაწილში ოპოზიციის მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არა ვთქვათ, თქვენთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ოპოზიცია, რომელთანაც ასოცირდება ზოგადად ოპოზიცია ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა, არამედ სხვებით მესამე სეგმენტი, მესამე გზა აი ამ ოპოზიციის ამბობს, რომ კი ხელისუფლებამ ძალიან კარგი იქნა, რომ მინიმალური ძალა გამოიყენა, მაგრამ ისინი საყუდურობენ იმას, რომ თქვენ დააგვიანეთ და ამით რაღაცნაირად ის იმიჯი, რომელიც ხელისუფლებას გარკვეულწილად აქვს ოპოზიციაში, უნაროები, ასე გეძახიან ალბათ ხსმენიათ თქვენ, გაძლიერეთ თუ არა და უნიათოები, უпроსტად ასე. გაძლიერეთ თუ არა ეს იმიჯი მაგ ტერმინთან დაკავშირებით ყველა ჩამოყალიბდეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნარო და უნიათო ხელისუფლება არჩევნებს არ იგებს საკონსტიტუციო უმრავლესობით. უნარო და უნიათო ხელისუფლება ვერ ახერხებს ევროკავშირის მიმართულებით ისეთი ნაბიჯების გადაგმა, ვერ ახერხებს ასეთივე უნარო ხელისუფლება ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას და ისეთი რეფორმების განხორციელებას, რომელიც თლად პოპულარული არ არის. ეს არ არის, არ შეესაბამება ერთი მეორეს, უბრალოდ ეხა ენაძვალი არა აქვს თემა და რასაც უნდა იმას ამბობენ ხოლმე, თორე მე ხა იშვიათად მინახავს ესეთი სოლიდარული ყოფილიყოს არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სახელისუფლებო ქმედების მიმართ, როგორც იყო სწორედ აი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ყველა სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა და ყველამ თქვა, რომ აქ იყო პროპორციულად ძალა გამოყენებული და არ ყოფილა ასეთი დისპროპორცია, რომელსაც შემდეგ შეიძლება ახალი პრობლემები წარმოეშვა. ამიტომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, ჩემის აზრით, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ასე იგი მსხვერპლის გარეშე. მეორე დღეს იყო თუ მესამე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელსაც ასევე მივესალმები. მართალია, რამდენიმე მანქანა დაიწვა და რამდენიმე ესე იგი რაღაცა მატერიალური ტიპის სხვადასხვა ზარალი მივიღეთ, მაგრამ ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით ეს არაფერი არ არის და ჩვენ ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნეთ. რაც შეეხება მეორე მხარეს, რომ ესე იგი ეს აქცია რამდენად ჩაივლის, ასე ვთქვათ, შედეგების გარეშე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ ჩაივლის შედეგების გარეშე. რა იცით ამის შესახებ? ჩვენ ასე გვარწმუნებდნენ, მაშინ როცა გვეუბნებოდნენ, რომ ვიღაცები საბურავებს აგროვებენ, რომ შემდეგ კონკრეტული დისბალანსი შეიტანდა, დისონანსი საზოგადოებაში და ასე. ჩვენ არ გვინახავს ამის ფინალი. მაგრამ არ გვინახავს ფაქტი შემდგარი. ხო, მაშინ არც საბურავების დაწვა მომხდარა, რაღაც პრევენცია განხორციელდა და გადავრჩით მაშინაც ამბობს, როცა ჩვენ მაიდნით გვემუქრებოდნენ და უკრაინის მოვლენები საქართველოში განმეორებით გვემუქრებოდნენ. ეს ძალიან კარგად გვახსოვს ეს პერიოდი, მაგრამ ის რაც ბათუმში მოხდა, მე ახლა გეტყვით თქვენ, რომ აი ადამიანს რომელმაც არ იცის, რომ იცე კიდეც ბენზინი, რომ იცე დავალება, რომ წადი მანქანა დაწვი, ვერ დაწვავს, იმიტომ რომ ამას ცოდნა უნდა, ესე არ არის. ის რომ ორგანიზებულად ვინ მიიტანა იქ ქვები, ორგანიზებულად ვის მიქონდა იქ სიგარეტი, დასალევი, ვის მიქონდა, ესე იგი, ჩემბატონო მოლოტოვის კოქტეილები, ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამას უმკაცრესი რეაგირება უნდა მოხდეს. ბატონო, თქვენ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია გარდა იმის, რაც ჩვენ თქვათ სოლიდარობის პროცესში მოვისმინეთ, ან თქვათ პრემიერის ვერსიის თვალსაზრისით მოვისმინეთ და კიდევ მრავალი ხელისუფლების მრავალი წარმომადგენლის მხრიდან, რომ აქ პრინციპში მინიშნებები კეთდებოდა პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობაზე. კონკრეტულად იცით რამე, რომ არსებობს დამადასტურებელი კონკრეტულად მე ერთი რამ რაც ვიცი, ის არის, რომ როდესაც მიდიოდა უკვე ქვების სროლა, მანქანების დაწვა და ასე შემდეგ. ასეთ დროს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარშალომიძე გამოვიდა, მშვიდობიანი აქცია არის ესო გამოაცხადა და სოლიდარობა გამოუცხადა. ამ სოლიდარობის გამოცხადება გამოიხატა იმაში, რომ დაიწყეს თბილისში პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა შეკრება, დაიწყეს შეკრება ქუთაისში, ბევრ ქალაქში, სხვაგან მთელს აჭარაშიც ასევე ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ და ჩამოყავდათ თავიანთი მხარდამჭერები და აქტივისტები, მათ შორის მაღალმთიანი რაიონებიდან აჭარის ასეთი ტიპის ეს რაღაც ეტაპზე გაჩერდნენ, როდესაც ნახეს რომ გადავიდა ზღვარს ამ აქციის პროცესი. არა, როცა უკვე ყველამ უთხრა მარჯვნივ მარცხნივ, რომ რას აკეთებთ. ალბათ, მე არ ვიცი რა დროდის გაჩერდნენ და საერთოდ გაჩერდნენ თუ არა და საერთოდ ვისი ორგანიზებული იყო ეს მე არ ვიცი ახლა და მაგრამ თქვენ ამბობთ არ იცით, მაგრამ ამბობთ რომ სავარაუდოდ მათი ორგანიზებული იყო. მე ვამბობ რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა
რომელმაც ქვების სროლას და მანქანების დაწვას გამოუცხადა სოლიდარობა იყო ნაციონალური მოძრაობა და რომელმაც დაიწყო დაორგანიზება იმის, რომ ესე იგი თავის მხარდამჭერები არა მარტო ბათუმში, არამედ ღამის 4 საათზე ხარ რატომ უნდა მოაგროვოთ თბილისში ან ქუთაისში მხარდამჭერები ცენტრალური შენობების წინ სოლიდარობის გამოცხადება გასაგებია, მაგრამ ხო არ ქონდა იმას ცდილობა რომ დაუშვათ შეიძლება აპირებდნენ სხვა ქალაქებშიც იგივე არეულობა გამოეწვიოთ. ეხლა მე ვერ გეტყვით ეს მხოლოდ მოსაზრებებია, რასაც მე თქვენთან ვამბობ, დანარჩენი გამოძიებამ უნდა თქვას. გამოძიება მიმდინარეობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოძიების შედეგად ჩვენ რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე გავალთ და კონკრეტული დამნაშავე პირები გამოიკვეთებიან. მოკლედ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იდგა ამის უკან თავიდანვე არის საფუძვლიანი. რო ვთქვა ეხლა რომ არიქა ეს უნდა გამოვრიცხო, იმიტომ რომ ამას ნაციონალები არ იკადრებდნენ, ეხლა ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ შინაგანად ამის არ მჯერა, რომ ისინი ამის კადრებლები არ იყვნენ. ამის ნამდვილად არ მჯერა. მაგრამ ხელის დავადო და ვთქვა რომ მათი გაკეთებულია, გეუბნებით რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და მოვლენათა განვითარების ცვლილობა მაშინვე უჩვენებდა რომ ეს ადამიანები პირიქით აქეზებდნენ, პირიქით სოლიდარობას უცხადებდნენ და ასე შემდეგ. დანარჩენი რაც მინდა ამასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხი, რომ აუცილებლად ბოლომდე იქნას გამოძიებული და მკაცრად დაშლილი ის ადამიანები, რომლებიც ამის ორგანიზებაშიც და შესრულებაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ დაველოდებით ამასაც მოთმინებით, ისევე როგორც ბევრ სხვა პასუხს ველოდებით სხვადასხვა საქმეზე. უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ ნინო თქვენ იცით, ახლა არ ახართ ასე ვთქვათ, ახალბედა ჟურნალისტი და კარგად იცით, რომ თუ კი გამოძიება ჩატარდა იმ ტემპებში, რა ტემპებშიც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მე უკვე მეორე მხარე გამოდის წინაპლანზე, რამდენად დაიცავი ადამიანის უფლებები, რამდენად დაიცავი იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ბრალდებულები ან ეჭვმიტანილები არიან, რამდენად დაიცავი პროცედურები და ასე შემდეგ. ამიტომ გამოძიებას აქვს თავისი ვადა. ამ ვადასაც უნდა დაველოდოთ, ისევე როგორც ძალიან ბევრ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეზე ველოდებით ხოლმე ვადებს და უნდა დასრულდეს და შემდეგ გამოძიებამ თავისი ბოლო სიტყვა თქვას და შემდეგ სასამართლომ თქვას თავისი სიტყვა, აქაც ესე იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა აი აქ დამჩა ერთი შეკითხვა, გასაგებია ვერსია, რომელიც შეიძლება საფუძვლიანი იყოს, რომელსაც თქვენ აქაც ამბობთ, რომ მოეწონა რომელიღაც პოლიტიკურ ძალას პროცესი გამოიყენებინა სათავისოდ, ან შეიძლება ისიც გამის პროცესის. კი ბატონო, მით უმეტეს, როდესაც აზუსტებთ. აი, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს ვერსია კი არ არის, როგორც ფაქტს ისე გვაწვდის გამოძიებამდე, ეს რამდენად სწორია? პრემიერსაც არ უთქვამს, ვინმე დამნაშავედ არ გამოუცხადებია, პრემიერმაც გააკეთა, ასე ვთქვათ, ხედვა თავისი თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ისიც არის პოლიტიკური განცხადების რანგში გაკეთდა და მე გეტყვით დანარჩენსაც, სამართლებრივი განცხადება და პოლიტიკური განცხადება, ესაა სხვადასხვა რამ. მე ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური განცხადება იყო და პოლიტიკური ხედვა იყო ჩემი, რაც მე მოგახსენეთ ახლა აქ. ძალიან მაინტერესებს მე სამართლებრივი ფაქტები და მე მგონი ეს ყველა საინტერესო მათ შორის ჩვენ აუდიტორიასაც, თუმცა მოდით ჩავყვეთ ამ პრობლემას, რაც დადგა. რაც შეეხება თვითონ მიზეს, რის გამოც დაიწყო ეს აქცია, რომელიც ერთი შეხედვით არის საყოფაცხოვრებო მიზეზი, გაღიზიანებული ადამიანის დაჯარიმება, რომელიც გადაიქცა, ვთქვათ, აი ამ დიდ მღელვარებად. როგორ ფიქრობთ თქვენ, შეიძლებოდა თუ არა რომ ასე უსაფუძვლოდ უნიადაგოთ არაფრის გარეშე ამ ხელა პროტესტი მომხდარიყო რაღაც კონკრეტულ ადგილას ერთი საყოფაცხოვრებო მარტივი ერთი შეხედვით მიზეზის გამო. იმ კითხვას მისვამთ, რის გამოც მე მაქვს სწორედ საფუძველი, რომ საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი ვანდალური აქცია. არსებობს მეორე ვერსიაც და იმიტომ ვკითხულობ, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ საფუძველი ამ პროტესტის. მოდი ვთქვათ ახლა, მოქალაქეებმა გააპროტესტეს დაჯარიმების ფაქტი, დაჯარიმების შემდეგ ადამიანების დაკავების ფაქტი, 6 ადამიანი იქნა დაკავებული იმ დაჯარიმების შედეგად. შემდეგ, როდესაც ეს პროტესტი მართლა სპონტანური და რაღაც აღშფოთებული მოქალაქეების პროტესტი იყო, ეს პროტესტი ყველა ლოგიკით უნდა დასრულებულიყო მაშინვე, როგორც კი ეს მოქალაქეები გაანთავისუფლეს. 6 ადამიანი გამოუშვა მაშინ იმ ღამით პოლიციამ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. ამის შემდეგ დაიწყო, ანუ მოქალაქეთა პროტესტი ყველა ლოგიკით, ფსიქოლოგიურადაც, ანუ მორალურადაც, ყველანაირად უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც მათ პროტესტის საფუძველი მოეხსნათ. ხო, დაპატიმრებული ადამიანების გამო იყო შეწუხებული რამდენიმე ათეული ადამიანი
და აპროტესტებდნენ. დამთავრდა ეს და მერე დაიწყო ქვების სროლა, მერე გამოჩნდა მოლოტოვის კოქტეილები. ამის მერე დაიწყო ქვაფენილიდან აყრილი ქვების ნაგვის ურნებში ჩაყრა და ამ ნაგვის ურნების შემდეგ ბარიკადებივით გამოყენება და ძალიან ორგანიზებული და რაღაც ერთგვარად შტურმის მსგავსი სურათი ვიხილეთ ამის შემდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობ მე რომ ეს არ იყო სპონტანური აქცია. სპონტანურად შეიძლება რაღაც დაიწყო უკმაყოფილო მოქალაქეებმა, მაგრამ ეს ჩანს ახლა შევიარაღებელი თვალით და ჩემთვის ასე ჩანს. და თქვენ გამორიცხავთ უკაცრავად რომ ამის საფუძველი ქონდა მოქალაქეებს. მაშინვე ეხა რა არის იცით საფუძველი დაჯარიმების შედეგად ეხა მოქალაქე რატომ იყო ხანძლივად დაგროვილი რაღაცა ბრაზის შედეგი იყო და ესეც რომ განიხილოს ოცნება მიზეზად აპირებთ თუ არა რომ მოიკითხოთ რა ხდება ამ თვალსაზრისით ვიცი უკვე მოვიკითხე და გეტყვით რაც ხდება ეს არის ძალიან ხალხმრავალი ადგილი სადაც არის ძალიან ბევრი სავაჭრო ასე ვთქვა დაწესებულება არის ვალუტის გადამცვლელი ჯუხრები და იქ ტრადიციულად მუდმივად იდგა მანქანები და პატრულმა დაიწყო ამ მანქანების საკითხის მოწესრიგება უკვე რამდენიმე თვეა თუ არ ვცდები რომ იქ აჯარიმებენ იმ მანქანებს რომლებიც იქ დგანან და ის მუდმივად საცობები იყო იქა და რა თქმა უნდა უკმაყოფილო ადამიანები ამითი გამოჩნდნენ ქალაქში თუმცა წესრიგი რაღაცა თვალსაზრისით იმ თვალსაზრისით რომ გამტარუნარიანობა იმ ქუჩის რაღაც სხვა მოქალაქეების კომფორტი გაიზარდა მაგრამ ამ ეს შეიძლება ყოფილიყო რა თქმა უნდა უკმაყოფილების მიზეზი და ვიცით რომ ასეთი ტიპის რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა ეხლა ვის მოსწონს ვის არ მეც რამდენჯერ დაუჯარიმები ვარ ეხა პატრულს გამოგიტყდებით აგერ ეთერში პირდაპირ როცა არ ვღებ და გაჯარიმებენ მაშინაც არ გსიამოვნებს და მაშინაც აგაკ პროტესტი რა თქმა უნდა მაგრამ ეხა ადეკვატური ხო უნდა იყოს შენი პროტესტი იმ ქმედებების შემდეგ რასაც ახორციელებთ თქვენ მაინც გამორიცხავთ ამ თვალსაზრისით გადაჭარბებულად უხეშმოპყრობას საზოგადოებასთან მოქალაქეებთან რომლებსაც დაუგროვდათ ეს ბრაზი და რომელიც გამოიხატა თქვა ამ პროტესტში თქვენთვის ეს ვერსია არ არის თქვა დამაჯერებელი და უფრო დამაჯერებელი ამ აქციის ორგანიზება. იმ ერთი დღის განმავლობაში იმ ტერიტორიის საპატრულო პოლიციის მხრიდან იმ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება დაწყებული არის რამდენიმე თვეა. რამდენადაც მე ვიცი თუ ზუსტად მახსოვს ეს ამბავი. ამიტომ ის რომ ახლა ერთ წუთში დაგროვდა იქ და რაღაცა იმ ერთ წუთში იყო თემა გეუბნებით რაღაც მოხდა პატრულსა და მოქალაქეებს შორის შელაპარაკება ამ შელაპარაკების შედეგად დააკავეს რამდენიმე ადამიანი და დაიწყო იქ ხალხმრავალი ადგილია და დაიწყო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაპროტესტება ამის და ეს ამ ხალხის გამოშვების მერე დაიწყო რაც დაიწყო ყველა ტიპის აი ვანდალიზმი რასაც შეიძლება დაარქვა სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა და ამის შემდეგ დაიწყო ბატონ ზვიად ვიცე პრემიერი კახი კალაძე ამბობს ასეთ რამეს თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს აშკარად მიხვდებით ვის ინტერესში შედიოდა და მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. Როგორ ფიქრობთ თქვენ, როდესაც ვიცე-პრემიერს გონია, რომ აჭარაში მიმდინარე პროცესი არის ეთნიკური კონფლიქტის საფუძველი და რომ ფიქრობს, რომ შესაბამისად ასეთი ინფორმაცია აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს პრობლემა. და იმის მიმანიშნებელია, რომ ხელისუფლებაში ყოფილი ლიდერები კარგად ვერ ხვდებიან ზუსტად რა შეიძლება ხდებოდეს კონკრეტულ ადგილას ამ შემთხვევაში აჭარაში და არ არის თქვათ მსგავსი გამოწვევებისთვის მზად ლიდერები. კახი კალაძე არ არის ახლა ის პერსონა, რომელსაც ესე იგი არის მის პრობლემის არსი რაში მდგომარეობს და ასე შემდეგ. იქ იყო ისმოდა ისეთი ლოზუნგები. მე ჩემის აზრით ამ ლოზუნგის გამჟღერებელსაც უნდა სისხლის სამართლის კოდექსში კარგად უნდა ჩავიხედოთ და ამ ლოზუნგს ფათაშორის რომ არ მოვახდინოთ ამისი. უნდა ჩავიხედოთ კარგად და ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს არის საქართველო, ეს არის ერთიანი ქვეყანა, ეს არის ყველა კუთხის შვილის ქვეყანა და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ყველანი ვალდებულები ვართ რომ ამ ქვეყნის ერთიანობა დავიცვათ. ამიტომ ის რითიც უნდათ აი ესეც რაღაც დადგმული არის ძალიან ის ლოზუნგებიც, ეს მანქანების დაწვებიც, ეს ქვების სროლებიც, ეს ნაგვის ურნებიც, რომელიც ბარიკადად გამოიყენეს, ეს საგზაო ნიშნების. აი ნინო შეხედეთ, რაც არ უნდა აღშფოთებული იყოს მოქალაქე, ესე იგი ორგანიზებულად რომ მივარდე და საგზაო ნიშნები მოგლიჯო, რაც ლითონის ისინი აქ ფირფიტები, ესენი ფარებად გამოიყენო, შემდეგ ეს არ არის აღშფოთებული მოქალაქის აქციელი. ამას ვამბობ სწორედ რა. ამას ვცდილობ რომ რაც შეიძლება უფრო დეტალურად. აღშფოთებული მოქალაქე არა, აღშფოთებული ერთმა შეიძლება მოხსნას, მაგრამ აღშფოთებული მოქალაქე მთელ პერიმეტრზე დადიოდეს და ამ ლითონის ფირფიტებს ხსნიდეს, საგზაო ნიშნებს და შემდეგ იყენებდეს, არა, მე ვამბობ რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული, ასეთი ჩანს ეს ყველაფერი. ამიტომ მე უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომელი მოსაზრებაც ემთხვევა ბევრი სხვა
სხვადასხვა ადამიანის მე ახლა სოციალურ ქსელებშიც და ესე იგი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებშიც ვადევნებ თვალყურს ამას ყველაფერს და ხედავ რომ სხვების მოსაზრებებიც ამას ემთხვევა ეს ლოგიკურად იწვევს ასეთი ტიპის დასკვნასაც მე გამაჩნია ახლა კითხვა აი ამ თემის ფინალში გაკვეთილი როგორც ჩანს და როგორც იკითხება ხელისუფლებამ გასული ხელისუფლებებისგან მიღებული მათ შორის იმ ხელისუფლების დროსაც მიღებული რომლის შემდეგაც თქვენ იყავით დევნილი ვთქვათ მე პერიოდში 90-იან წლების პერიოდი მაქვს სამხედველობაში აქედან ყველაფრიდან გაკვეთილი მიღებულია თუმცა მაინტერესებს რა გაკვეთილი მიიღო გასული კვირის შემდეგ ხელისუფლებამ ახლა უკვე საკუთარი გამოცდილების შედეგად არა ხელისუფლებამ გაკვეთილი ხელისუფლების ერთგვარი ის იყო ტესტი იყო შეიძლება ითქვას, რამდენად არის ხელისუფლება ადეკვატური, რამდენად არის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ინტერესის დასაცავად, ესე იგი მზად, რამდენად არის ხელისუფლება ადამიანური, ძალიან ბევრი ტესტი იყო და ჩააბარა ხელისუფლება. ყველაფერი ჩააბარეთ. აი, რა ხარვეზი იყო? საერთოდ არ იყო ხარვეზი პროცესში. როდესაც იყო კომუნიკაციის ხარვეზიც არ იყო საზოგადოებასთან. არავით არის, ნინო, კიდევ ერთხელ ვამბობ, კომუნიკაცია ღამის 4 საათზე პრემიერმა ან რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთოს განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც ბათუმის ერთ ქუჩაზე ხდება, მთელ საქართველოს მოქალაქეებში რაღაცა პანიკის საფუძველი შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლებოდა მაშინ გაკეთება. თქვენ ამბობთ რომ მეტი ინფორმაცია მაშინ გჭირდებოდათ. მესმის, მე თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და შეიძლება კიდე რაღაც თუმცა ჟურნალისტები პირადი სურვილებიდან არ ამოდივართ, საზოგადოებრივ სურვილს ვაკმაყოფილებთ, ჩვენ როდესაც თქვენ ინფორმაციას გხავთ. აი მაშინ როდესაც ვიცე-პრემიერი გამოდის და პრემიერი არ გამოდის, აი ეს რას დაუკავშიროთ? პრემიერი გამოჩნდა ყველაზე გვიან. ეს გამიზნული იყო და სწორი იყო. ესეც უნდა იყოს. ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აბა როგორ ახლა თქვენ გონიათ რომ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პირველი კომენტარი პრემიერმა უნდა გააკეთოს. ყველაფერზე არა, აი ასეთი ტიპის მძიმე თემაზე, ასეთი ტიპის აქცია ქვეყანაში არ ყოფილა, ამ ტიპის პროტესტის გამოხატულებით. ვერ დაგეთანხმებით. სულ იმით ამაყობდა თქვენი ოპოზიცია რომ ფოთოლს არ აგდებდა ხიდან და ამ თვალსაზრისით იყო ძალიან განსხვავებული გამოწვევა. თქვენი ოპოზიცია როცა ოპოზიციაში იყავით. კი, ამაყობდით და სწორედაც და ამიტომ იყო განსხვავებული, ამიტომ ხომ არ იყო საჭირო რომ პრემიერი ყოფილიყო ხაზზე საზოგადოებასთან. ხაზზე იყო, მეთქი ამას ვამტკიცებ და თქვენ კიდე იგივე გინდათ. მოკლედ იყო, თქვენ ამბობთ, იყოს ეძახით მეორე დილისკენ გაკეთებულ განცხადებას. მართა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ ქვეყნის პირველმა პოლიტიკურმა პირმა ღამის 4 საათზე გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელმაც შემდეგ შეიძლება მთელ საქართველოში გამოიწვიოს გაუგებრობა ან რაღაცა მღელვარება ან რაღაცა შეშფოთება. არ არის ეს სწორი და არ უნდა გააკეთოს. სხვა დროსაც არ თუ იქნება კიდე რაღაცა არაორდინალური შემთხვევები და როცა ქვეყანა არსებობს, რა თქმა უნდა, არაორდინალური შემთხვევები ხდება, არასდროს არ უნდა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ოპერატიულობის თვალსაზრისითაც, ტაქტიკა რაც მოგახსენეთ ეს იყო, ტაქტიკა ეს იყო, რომ ესე იგი მინიმალური ძალის გამოყენებით მოხდარიყო ამ აქციის დაშლა, მოხდარიყო ისე ყველაფერი, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნოდა რაიმე ტიპის საფრთხე და თქვენ გახსოვთ, რომ ეს სპეცნაზი, რომელიც უკვე ამ აქციას შლიდა, მათი ლოზუნგი იყო არავითარი ცემა, აი რასაც ამბობდნენ, რაც იყო მესიჯი ამ აქციის დარბევის წინ, რომ თვითონ ძალოვანი სტრუქტურის აი წარმომადგენლები მე მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც ძალიან მძიმე ღამე გადაიტანა იმ დღეს, მაგრამ ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულა სწორად სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე და ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს მიმაჩნია, რომ იყო ამ აქციისთვის მთავარი. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოების მხრიდანაც გამოიკვეთა და მე ეს ამ საკითხსაც მინდა შევეხო, რომ საზოგადოების მხრიდან გამოიკვეთა ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულება მსგავსი ტიპის პროტესტების მიმართ. თუ ამას შეიძლება პროტესტი ერქვას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ არ დარჩენილა საზოგადოების არც ერთი ფენა, არ დარჩენილა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთის გამოკლებით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. რა ვიცი, ვინც კი არის ამ საზოგადოებაში აზრის შემქმნელი, ყველა ადამიანი. ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, რითაც დავიწყეთ, გამოდის რომ მაინც ეს პროცესი პოზიტივისკენ მოიბრუნა ხელისუფლებამ. იყო ეს ორგანიზებული ვისი, ამას სახელმწიფო უწყებები დაადგენენ, თუ კი იყო ორგანიზებული, მაგრამ სარგებელი ხელისუფლებამ ამ პროცესში პოლიტიკური ნახა საზოგადოებასთან ერთად სწორად მოიქცა
მე არ ვიცი ახლა თქვენ ამას გადაიყვანთ მაგ სიბტყეზე როგორც კითხვას ვამთ, მე ასე გიპასუხებთ, ხელისუფლება სწორად მოიქცა. ხელისუფლება ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვათ, ჩასაბარებელი და ხელისუფლება სწორად ჩააბარა ეს ტესტი ყველა მიმართულებით, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასე სამართლებრივი თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ბატონო ზვიად, პრემიერზე დავსვი რამდენჯერმე შეკითხვა და მაინც მინდა განუმარტო საზოგადოებასაც და თქვენ დაგისვათ შემდეგი ჩემი შეკითხვა, რატომ გავამახვილებ ამ თემაზე ასეთი ყურადღება? არის ის სააგენტო ერთ-ერთი ტაიმერი ვებ-პორტალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის გადადგომაზე იყო საუბარი მმართველ გუნდში და რომ ეს უნდა მომხდარი იყოს სადღაც სამშაბათისკენ. კვირას გავრცელდა ეს ინფორმაცია. ის რომ კვირას პრემიერი ყველაზე გვიან გამოჩნდა, შემთხვევით ამ პროცესის ნაწილი ხომ არ იყო. და შესაბამისად გადაიწია თუ არა ამ პროცესმა თუ კი იგებნებოდა თუ კი რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ ინფორმაცია. ინსინუაციებია, მინდა გითხრათ, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ყავს ძალიან სწორი პრემიერი, ამ სიტყვას ვიხმარდი, ადამიანი, რომელმაც იცის რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი დღეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, სამუშაო ადგილების შექმნა, თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მოტანა და ამ მიმართულებით დაიწყო პრემიერმა ძალიან გაბედული ნაბიჯების გადადგმა. კიდე ერთხელ იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც უნიათოს ოძახის ჩვენს ხელისუფლება, ძალიან გაბედული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს პირადად გიორგი კვირიკაშვილი, რომლის პირმშოც არის ეს 4-პუნქტიანი გეგმა მთავრობის, რომელმაც გაბედა და მოგების გადასახადი გააუქმა, ანუ შემოსავლებში ბიუჯეტში თქვა 800 მილიონ ლარზე უარი ყოველწლიურად, ამის გაკეთება იოლის საქმე არ არის. გააკეთა პრემიერმა ეს საქმე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიიყვანს ბოლომდე თავის დაწყებულ რეფორმას. ეს არის 4-წლიანი პროგრამა და ამ 4-წლიანი პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მისი გადადგომის ან გადაყენების საკითხზე კითხვები არ არის. ინსინუაციებია, კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, მე რაღაცა სხვაგანაც მოვკარი ყური, რომ თითქოს ასეთი ტიპის რაღაცა ცვლილებები მზადდება მთავრობაში და არიან თქვენი კოლეგები პარლამენტშიც, რომლებიც მოდიან და ყურში მეჩურჩულებიან, მე მითხარი მარტო სხვას არავის არ უთხრა, არ არის ინსინუაციებია, მინდა ცალსახად. თუმცა ყურში თქმას უნდა ცოდნა და შესაბამისად ისე როგორც ღარიბაშვილმა გაიგო მგონი ბოლომ რომ ის აღარ იყო პრემიერი, გამორიცხავთ რომ შესაძლოა ასეთი პროცესი კიდევ მოხდეს ქვეყანაში. ღარიბაშვილსაც ბოლოს და ეს იყო მაშინაც ეს იყო ყველაფერი, ესე იგი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ღარიბაშვილმა. აი ეს პროცესი ხმების გავრცელება, ინფორმაციის გავრცელება გნებავთ მოყვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, ხომ? გამორიცხავთ რომ მთავრობის წარმომადგენლობას გარკვეულს ან თუნდაც პრემიერს მოუხდეს ამის გამო პასუხისმგებლობის აღება. რა შუაშია პრემიერი? პრემიერი უნდა ყოფილიყო ფიგურა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებაზე. ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს ბატონო ზვიად, მაგალითად იმიტომ რომ სასამართლო რეფორმამ ვერ დადო ის შედეგი, რომლის შემდეგაც სტრასბურგი არ ეტყოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან შექმნა პრეცედენტი სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. არა. სასამართლოს, მოდი ერთ რამეზე კიდე შევთანხმდეთ ჩვენ. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რამდენად არის პროცესუალური ნორმები დარღვევით ან არ დარღვევით ჩატარებული. სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით რა ხდება. პირველად რომ გამოიყენა ქონებრივი დავების დროს ეგ თემა სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლო არის პრეცედენტული სასამართლო საერთოდ და უნდა გითხრათ, რომ პირველი პრეცედენტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ შექმნა საფრანგეთთან მიმართებაში, ესპანეთთან დაკავშირებით, იტალიასთან დაკავშირებით და სხვა ქვეყნების პრეცედენტებისაგან ჩამოყალიბდა ის სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს, ეს იმას კი არნიშნავს, რომ საფრანგეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა უნდა აგონ პასუხი იმისათვის, რომ რაღაცა პრეცედენტი სტრასბურგის სასამართლომ შექმნა. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა დაკავშირება ერთმანეთთან საკითხების ჩემის აზრით. თუმცა აი მაინც რაც თქვენ ახლა თქვით, რომ ეს არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, გასაგებია, არავინ ამბობს, რომ ეს მეოთხე ინსტანციის სასამართლო, თუმცა ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები, რომელიც გვავალდებულებს ჩვენ რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გავითვალისწინოთ და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მმართველი, მაჭარის თავის დროზე დიქტატორი მმართველი ასლან აბაშიძეც კი
ითვალისწინებდა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას და მას მოუხდა გაეთავისუფლებინა მისი პოლიტპატიმარი მაშინ ერთ-ერთი ასანიძე კი. ჯეჯელავას განცხადებამ ვიცე-პრემიერს გამოიწვია კონკრეტული სპეკულაციური გავრცელება. მაინტერესებს პირდაპირ ვეკითხო, აპირებს თუ არა ხელისუფლება შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება? ჯეჯელავას განცხადებაში არაფერი სენსაციური არ არის. ჯეჯელავას განცხადებას ვინც ყურადღებით კარგ მთქველს კარგი გამგები რომ სჭირდება ის თემა არის. ჯეჯელავა თავის განცხადებაში ამბობს რომ სტრასბურგის სასამართლოს არ შეუცვლია საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ის აუცილებლად აღსრულდება. მაგრამ აღსრულდება მას შემდეგ, როდესაც სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ თვითონ შევისწავლეთ ჩვენ ეს საქმე, ამას რამდენი დრო დაჭირდება ამის თქვა ჩვენთვის ძალიან ძნელია, შევისწავლეთ ეს საქმე, ის ჩატარდა დარღვევით ან არ ჩატარდა დარღვევით. ასეთ რამეს ფინანსელოდებით, ხო, თქვენ ასე იცით ყოველ შემთხვევაში. ისე რომ თქვა, არა, ნახეთ, თალაკვაძის განცხადებაც იყო ასეთი. ჯეჯელავას განცხადებაში ძალიან ყურადღებით წავიკითხე და სწორედ ეს წერია. აქ ამას და თუ ჩვენ უფრო ფართოდ განვიხილავთ, აქ თალაკვაძის განცხადებაც იყო, რომ ერთ თვეში აღსრულდება პროცესი. მე ვერ გეტყვით ერთ თვეში, მაგრამ ერთი ლოგიკა. იწოს კითხვა, შემთხვევით ხომ არ აპირებს აღსრულების პროცესის დაწყება სტრასბურგის გადაწყვეტილების დადგომამდე საქართველოს ხელისუფლება. ეს კითხვა ჩნდება. ასეთი საკითხი მე არ მომისვენია სადმე რომ საკითხი ასე იდგეს, მე ვიცი ერთი რამ. ბატონი არჩილი თალაკვაძეც რასაც ამბობს, ერთი თემა, ვინაიდან პრეცედენტული საქმეა აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას არ მოანდომებს 5 წელიწადს, ისე როგორც თავშად ჩვეულებრივ ხდება ხოლმე რა. ჩვეულებრივი საქმეები, რომელიც მიდის სტრასბურგში, ის ჯერ სანამ წარმოებაში მიიღებენ და შემდეგ სანამ ამას განიხილავენ, გადის ხოლმე წლები. იგივე თქვენ ასანიძის საქმე ახსენეთ, ის ასანიძის საქმე 5 წლის განმავლობაში იყო, ესე იგი, სტრასბურგის სასამართლოში. ამიტომ, როცა არის მოსაზრებები, რომ სტრასბურგის სასამართლო ამას მალე განიხილავს, რა თქმა უნდა, ამ ლოგიკას ეფუძნება ეს მოსაზრება, რომ ვინაიდან მან შეაჩერა აღსრულება ესე სწრაფ დროში, აქედან პრეცედენტი შეიქმნა ასეთი და პრეცედენტული სასამართლოა სტრასბურგის სასამართლო, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას ლოგიკა აქვს თავისი და თქვენც უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს ლოგიკურია. მოკლედ მე რაც თქვენგან გავარკვე, ყოველ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს აღსრულების პროცესის დაწყებას და იგნორირება სტრასბურგის სასამართლოს შეჩერებას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არ გეგმავს სტრასბურგის სასამართლოს დასრულებამდე აღსრულებას. მე ეს ინფორმაცია მაქვს, თქვენ სრულიად სხვაგვარი დასკვნა გააკეთეთ ჩემი სიტყვებით. მე კითხებს სამხოლოდ და მეტი არაფერი. ბატონო ზვია, ჩვენ შემდეგი სტუმარი ყავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ბოლო კითხვამდე დაგისვათ ხატია დეკანოიძის ვაჟი, ასევე ელისო კილაძის ვაჟი არიან დაკავებულები დაახლოებით მსგავსი ტიპის დანაშაულიედებათ მათ ბრალად ნარკოტიკების თემა, ხომ არ დაიწყო ასეთი შფოთი არსებობს უკვე სოციალურ თუ გადახედავთ რაღაცნაირი ტიპის ნადირობა ნაციონალური მოძრაობის იმ ფრთაზე, რომელიც ნაკლებად ემორჩილება ხელისუფლების სურვილებს. გამორიცხეთ. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების არც სტილი, არ არის ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება. გამორიცხეთ. ეს არ არის. ეს ახლა ვისაც რა ეჭვი უნდა ის შეუძლია კონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამორიცხეთ. დაველოდოთ ყველანი გამოძიებას, ნახოთ სასამართლოზე რა ფაქტოლოგიური მტკიცებულებები იქნება. მე ცალსახად აი 100% დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი იმის გამო, რომ მისი მშობელი ან მისი ბაბუა ან ბიძაშვილი არის ოპოზიციურად განწყობილი, ამის გამო საქართველოში არ დაზარალდება. თუ კანონს არ ღვევს, ეს სხვა საქმეა. დიდი მადლობა. ზვიად ძიძიგური ქართული ოცნებიდან. იყო ჩვენი სტუმარი და პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ რეკლამაზე მივდივართ. რეკლამის დროსაც და პარალელურადაც გადაცემის თქვენ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ Facebook-ის გვერდებზე, როგორც TV პირველის, ასევე პოლიტმეტრის გვერდებზე და თქვენ შემდეგ ნახავთ საკუთარივე მოსაზრებებს ეკრანზე. გმადლობთ. დავიცავ